ვიწყებთ რა თქმა უნდა ფსიქოანალიზით და ფსიქოანალიზი იყო პირველი, რომელმაც დაინახა ის, რომ ადამიანში მოქმედებს ერთდროულად ხშირად დაპირისპირებული დინამიკური პროცესები, ხო და ეს პროცესები, რომლებიც სხვადასხვა დროს კულმინაციას აღწევს სიმპტომში. უზოგადესი დეფინიციით ფსიქიკური ენერგია ჩვენი არის ენერგია, რომელიც ასე ვთქვათ, რომელიც ცნობიერიც არის და დიდი ნაწილი მისი არაცნობიერია. არაცნობიერი პროცესების დინამიკას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, გამოვლინებები კიდე, რაც აი პანიკურ შეტევებში მაგალითად გამოკვეთილია ფიზიკური სიმპტომები, საკმაოდ ინტენსიური ფიზიკური სიმპტომები, როგორიც არის გულის აჩქარება, არტერიული წნევის მომატება, არის განცდები, რომლებიც ადამიანებს ეუფლებათ და ისინი ამბობენ, რომ სიკვდილის შიშთან ერთად მათ აქვს სიკვდილთან შეხვედრის განცდა, რომ არათუ შიშია სიკვდილის, არამედ სიკვდილს გონიათ, რომ შეხვდნენ და გონიათ, რომ სუბიექტური გამოცდილება ისეთია, რომ ადამიანი კვდება. შესაბამისად, ეს პროცესები, რომელიც ამას უდევს საფუძვლად, არის ძირითადად არაცნობიერი. და რომ წაიკითხოთ ახლა დიაგნოსტიკური კრიტერიუმები და სიმპტომები, ეს არის აუხსნელი შიში, არ არის კონკრეტულ რომელიმე ტრიგერთან ან რამე მოვლენასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ვითარდება აბსოლუტურად მოულოდნელად და უეცრად, ხო და არაცნობიერი, ესე ვთქვათ, მექანიზმი სწორედ ამაში ჩანს, რომ სხეულში, ესე იგი, მიდის პროცესები, რომლებიც აფიქრებინებს ადამიანს, რომ სასიკვდილო საფრთხის წინაშე დგას, მაშინ, როდესაც ეს საფრთხები სახეზე არ არის კარდიოლოგიური პრობლემები, არ არის სხვა ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა განცდა იმდენად რეალურია, რომ ადამიანს აქვს აბსოლუტური რწმენა ხშირად, რომ სიკვდილთან ძალიან ახლოს დგას. ამიტომაც ეს დაინახა ზიგმუნდ ფროიდმა, რომ ბევრი მისი პაციენტი, რომელსაც იმ დროს იმხანად ისტერიულ პაციენტებს ეძახდნენ და ისტერიული სიმპტომატიკა, ესე ვთქვათ, იყო აუხსნელი ფიზიკური სიმპტომები, რომელსაც არ ჰქონდა ორგანული საფუძველი, მაგალითად პარალიზი, ხო, სხეულის სხვადასხვა ნაწილების, მაშინ, როდესაც ნერვული და ესე ვთქვათ, ანატომიური დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. ამითი პრაქტიკულად აღმოაჩინა ფროიდმა არაცნობიერის ფენომენი და თქვა, რომ მთელი რიგი პროცესები, რომელიც მიმდინარეობს კან ქვეშ, ჩვენი ფსიქიკური ცხოვრება დიდწილად არაცნობიერია და პანიკურ შეტევაში არაცნობიერში, ასე ვთქვათ, არსებული ეს კონფლიქტები აღწევს პიკს, რომელიც უკვე სომატურად, ანუ სხეულებრივად ვლინდება და წამყვანი პირველ რიგში მიმართავენ ექიმს, ხო, ექიმებს და ხშირად, არც თუ ისე იშვიათად აღმოჩნდებიან ხოლმე კარდიოლოგებთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მიმართავენ, იმიტომ რომ რეალურია სიმპტომები ცუდად ყოფნის და სიკვდილთან ახლოს ყოფნის. ეს არის, ასე ვთქვათ, პროცესი, რომელიც იწყება და გეშტალთერაპიული ხედვა პანიკური შეტევისა არის სრულიად განსხვავებული ფსიქოანალიტიკურისგან, კოგნიტურ-ბიჰევიორისტულისგან. ჩვენი ხედვა არის გეშტალტ ფსიქოლოგია და გეშტალთერაპია არის ფენომენოლოგიური მიდგომა ფსიქიკური პრობლემების, ფსიქიკური დარღვევების ფენომენოლოგიურად აი რა რას ნიშნავს ახლა ამაზე ვეცდები რომ მოკლედ მოგახსენო. ფენომენოლოგიური მიდგომა ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ორ ადამიანს ჰქონდეს სიკვდილის შიში, ან ერთი და იგივე სიმპტომი, მაგრამ აბსოლუტურად სხვადასხვა მნიშვნელობის იყოს თითოეულისთვის ეს სიმპტომი. ანუ ჩემთვის სიკვდილის შიში და თქვენთვის სიკვდილის შიში, ან ჩემში განცდა პანიკურ შეტევაში ასევე არის საკმაოდ გამოხატული სუნთქვის გაძნელება, პალპიტაცია, გულის აჩქარება, განცდები, რომელიც ამ სიმპტომებსთან ახლავს, ის თუ რა ფენომენია ეს ჩემთვის, არის სრულიად უნიკალური და განსხვავდება ნებისმიერი სხვა ადამიანისგან. ამ გაგებით ჩვენ განსხვავებით ფსიქიატრიისგან არ ვთვლით, რომ პანიკური შეტევა, ასე ვთქვათ, სიმპტომურად უნივერსალურად შეიძლება იყოს მსგავსი, მაგრამ ფენომენოლოგია, ანუ მათ უკან მიმდინარე პროცესები არის უნიკალური. ფენომენოლოგიური მიდგომა, რასაც გეშტალთერაპია იყენებს, არის რა არის ეს შენთვის, როგორია ეს განცდა შენთვის, რას ნიშნავს შენთვის
სიკვდილის შიში, როდესაც ამას განიცდი, რა განცდასთან არის დაკავშირებული და როგორია შენი გამოცდილება, ხო? იმიტომ რომ ფენომენოლოგიური მიდგომის იდეა არის, რომ ჩვენი ტანჯვა არის ადამიანის ტანჯვა, ნებისმიერი ადამიანის ფსიქიკური ტანჯვა არის ინდივიდუალური და მასთან მიდგომაც არის ინდივიდუალური. იმიტომ რომ ჩვენ არ უყურებთ სიმპტომებს და არ ვითვლით სიმპტომებს. გეშტალტ ფსიქოლოგია თვლის, რომ პანიკური შეტევა არის სინამდვილეში ადამიანის ფსიქიკის, როგორც თვითრეგულირებადი ორგანიზმის ცდელობა გააგონოს ადამიანს და შეახსენოს სხეულმა და უკაკუნოს, რომ ის არსებობს. იმიტომ რომ ძალიან ხშირად პანიკურ შეტევებში სხეული არის გაუცხოვებული და ემოციები არის გაუცხოვებული. კონტაქტი არ არის კონტაქტი საკუთარ ნაწილებთან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ფსიქიკური ცხოვრების არ არის, ესე ვთქვათ, არ არის კონტაქტი საკუთარ სხეულთან, საკუთარ ემოციასთან. გეშტალტ თერაპიული ხედვა არის, რომ პანიკური შეტევის დროს ადამიანს არ აქვს შიშის შეტევა, ადამიანს აქვს შეტევა საკუთარი გაუცხოვებული ნაწილებისაგან, რომელთა შესახებაც მან დაივიწყა და მან კონტაქტი დაკარგა იმ ემოციებთან, რომელიც სადღაც იქ და მაშინ ოდესღაც განიცადა, ან არც განიცადა და უბრალოდ, ასე ვთქვათ, კოგნიტურად გადაამუშავა, ხო? ყველა ემოცია საჭიროებს განცდას, ხო? ჩვენ არ განვასხვავებთ ემოციებს, როგორც კარგს და ცუდს. ემოცია არის ვალიდური ყველას, ყველა ემოციას აქვს არსებობის უფლება და გეშტალტ თერაპია პანიკურ შეტევასთან სწორედ ამ გზით მუშაობს, რომ ადამიანმა იგრძნოს რა ეგზისტენციალური მესიჯი აქვს პანიკას და შიშს მის ცხოვრებაში. რისი თქმა უნდა, რა არის რომელია ის ნაწილი, რომელიც განიცდის აი ამ პანიკურ შიშს, ხო? ხოჭერს ძალიან საინტერესო, რომ სიტყვა პანიკა მოდის ბერძნული მითოლოგიიდან. ღმერთი იყო ესეთი, პანი, ხო, მითოლოგიაში. და პანი არის ღმერთი, რომელიც როდესაც გააჩინა დედამ, აღმოაჩინა, რომ ის ნახევრად ცხოველი იყო. goat, ანუ თხის ნახევარი ნაწილი, მისი ნაწილი ჰქონდა თხის, ნაწილი იყო ადამიანი და ძალიან შეეშინდა, დატოვა ტყეში და გაიქცა. და პანიკა სიტყვა აქედან მოდის, რომ ეს ღმერთი, ესე ვთქვათ, ბერძნულ მითოლოგიაში თურმე აშინებდა ადამიანებს, რომლებიც ტყეში შედიოდნენ, რომ ტყის მფარველია და პანიკა და შიში რაღაცნაირად ასოცირებულია მითოლოგიურად მარტოობასთან. მარტო დარჩენასთან. თანამედროვე ეპოქაში ადამიანები, რომლებიც სრული, ესე ვთქვათ, დინამიკით ჩართულები ვართ სოციალურ ცხოვრებაში, ხშირად გვავიწყდება და კარგავთ კონტაქტს საკუთარი თავის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილებთან, რომელთა ხმაც ჩვენ არ გვესმის. არის ფსიქოლოგიაში ესეთი ტერმინი, რომელსაც ქვია ალექსითიმია და ეს ნიშნავს ემოციის სახელდების უნარის არ ქონას. აი, ხშირად კლიენტი, როდესაც მოდის თერაპიაში და ეკითხები რას გრძნობს, არ აქვს პასუხი ამ კითხვაზე და მეციყავი დროს ხო? არ არის პასუხი კითხვაზე რას გრძნობ და როგორ ვერ ხვდებოდი რას ვეუბნებოდი. რას მეკითხები, არ მესმის რატომ მეკითხები, იმიტომ რომ კონტაქტი საკუთარ ნაწილებთან არის, მოდით ესე დავარქვათ, გაწყვეტილი, ხო? გეშტალტ თერაპია, როგორც კონტაქტზე დაფუძნებული თერაპია, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ და ახლა შევძლოთ, შევეხოთ იმას, რაც დისკომფორტს იწვევს ჩვენში და ვეცადოთ, რომ თერაპიის პროცესში და თერაპევტის როლი სწორედ ეს არის, რომ იყოს პროცესში ადამიანი, რომელიც წახალისებს და ხელს შეუწყობს, რომ შედგეს ეს კონტაქტი და პირველ რიგში ეს კონტაქტი იწყება თერაპევტსა და კლიენტ შორის კონტაქტი. თუ კლიენტს განცდაში აქვს, რომ უსაფრთხო გარემოა და მე შემიძლია გავაზიარო ჩემთვის მნიშვნელოვანი განცდები კრიტიკის გარეშე, ამითი იწყება განკურნების პროცესი და შეხების პროცესი და ყოველთვის, როდესაც მქონია შეხება პანიკურ აშლილობასთან და პანიკურ ეპიზოდებთან,
განცდაში არის მარტოობა. განცდაში არის მარტოობა, იმიტომ რომ კულტურაც ჩვენი დასავლური კულტურა დაგვირდით როგორია. ის ახალისებს წარმატებას, სოციალურ ცხოვრებაში, მიღწევებს, მაგრამ ადამიანის ესე ვთქვათ, კონტაქტი ემოციასთან, ადამიანის კავშირი საკუთარ შინაგან სამყაროსთან არ არის ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ღირებულება. მთავარია რას აკეთებ შენ გარეთ და რა წარმატებას აღწევ შენ სოციალურ ცხოვრებაში. და კანქვეშ ცხოვრება, ფსიქიკური ცხოვრება, როგორც ვთქვით, კანქვეშ მიდის. არის უგულებელყოფილი და სწორედ ის სიმპტომები პანიკურ შეტევაში, სომატური სიმპტომები არის სხეულის ძახილი, რომ აიღე ჩემზე პასუხისგებლობა იმაზე, რომ ცხოვრება არ არის მხოლოდ გარე სამყაროში. ცხოვრება არის ჩემს კანქვეშ პროცესი, რეალურად საცოცხლო პროცესი ნამდვილად ჩვენს შიგნით მიმდინარეობს და ის ემოციები და განცდები, რომელსაც არ უსწორებთ თვალს, ავიღოთ პასუხისგებლობა, რომ მოხდეს და შედგეს კონტაქტი. და ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ხშირად ადამიანმა გაიგოს ამ გაუცხოვებული, მოდით ვთქვათ, ნაწილების ხმა არის, რომ სხეული იწყებს განგაშს და სხეული ქმნის ილუზიას სომატური ჩვენებებით, რომ მიიქციოს ყურადღება და როგორც ვთქვით, ძალიან ხშირად გადაუდებელი სამეცნიერო დახმარებასაც მიმართავენ, იმიტომ რომ აბსოლუტურად რეალური არ წმენდა, რომ რაღაცა ძალიან ცუდად არის და მეუკვდები. მინიმუმ სერიოზული დისკომფორტია. თუ შევხედავთ პანიკურ შეტევას, როგორც არა გეშტალტ თერაპია ესე უყურებს, რომ პანიკა არის სიმპტომი. ეს არის ზედაპირი. პანიკის უკან არის მარტოობა ხშირად. და გაუცხოვება საკუთარ შინაგან სამყაროსთან, შინაგან ცხოვრებასთან, ემოციებთან, რასაც ალექსითიმიას უწოდებენ. ადამიანებს არ აქვთ უნარი, ამ დოზით სოციალური აქტივობის ფონზე, რა დოზითაც ჩვენ ესე ვთქვათ, დასავლურ ცივილიზაციაში გვიწევს, რომ ვიყოთ აქტიურები, გაუცხოვება საკუთარ თავთან და ეს არის შეხსენება და კაკუნიკარებზე და საკმაოდ ხმამაღალიც, რომ გამარჯვებათ მეც არ ვარ, ხო? ამიტომ სხეული არის გეშტალტ თერაპიაში გზა, ჩვენი მთავარი ესე ვთქვათ, ინსტრუმენტი არის სხეული და სხეულის მეშვეობით და სხეულთან დარჩენით და დისკომფორტთან დარჩენით და არც ერთ შემთხვევაში მისგან გაქცევით მიღწევა ის, რომ ადამიანი აცნობიერებს, ოღონდ არა კოგნიტურად მხოლოდ, ხო გაცნობიერება ტერმინი რატომღაც ასოცირდება კოგნიტურ პროცესთან. ადამიანი ცხადად შეიგრძნობს, ცხად awareness ვეძახით, ხო ინგლისურად, ცხად გრძნობა აქვს მთლიანობაში საკუთარი ემოციური მდგომარეობის და ის სევდა, რომელიც სადღაც ოდესღაც ვერ იგრძნო ან არ იგრძნო დაიგნორათ ან ხო უარყო განდევნა ფსიქიკიდან არ მიაქცია ყურადღება ეს ფსიქიკური შინაარსები არსად არ ქრება ხო და აუცილებელია მათთან შეხება იმიტომ რომ სიმპტომი და გეშტალტ თერაპიულად განკურნება არის კონტაქტის შედეგი თუ არ არის კონტაქტი თუ მე ვცდილობ ამას გავექცე არ მიიღწევა განკურნება და ჩვენ ვიცით რომ როდესაც ადამიანებს მხოლოდ მედიკამენტოზურად მაგალითად სთავაზობენ პანიკური შეტევებისგან განკურნებას ძალიან ხშირად როდესაც შეწყდება მედიკამენტის მიღება რეციდივი თარდება არა ყოველთვის მაგრამ ხშირად იმიტომ რომ სამუშაო არის კონტაქტზე და ფსიქოლოგიური კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია და ვიტყოდი ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ გეშტალტ თერაპევტებმა აღმოაჩინეს, რომ სინამდვილეში პანიკური შეტევა არის არა შიშის შეტევა, არამედ მარტოობის შეტევა, მარტოობისა, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰქონდა და ყოფილა ესეთი შემთხვევები თერაპიაში კლინიკური, რომ
ან აზიარებს ადამიანი რომ იცით მე მტოვებდნენ ბავშვობაში მარტო, მაგრამ მაშინ მინდოდა რომ გამოჩენილიყავი ძლიერი და არ ვტიროდი, არ მიმჩნევდი დედასთან რომ როდესაც მან სოფელში დამტოვა, მე ძალიან განვიცდიდი ამას და ცადე რომ ძლიერი მყოფილიყავი და მოგვიანებით ის ამოხდა ხო? აი სწორედ ის ეპიზოდი რომელიც იქ და მაშინ ძალიან დიდი ხნის წინ თითქოს წარმატებით გადაილახა ეს ემოცია რომელიც არ იგრძნო ადამიანმა და მისგან დისოცირდა ესეთი ტერმინია ხო ფსიქოლოგიაში რომ ერთ-ერთი დაცვითი მექანიზმი ჩვენი გამკლავების მექანიზმი რეალობასთან, როდესაც ვერ უმკლავდებით ვერ ხდება კონტაქტი და ვერ უმკლავდებით, ესე ვთქვათ, ჯანსაღად არის დისოციაცია, რომ დავივიწყო მე ამის არსებობის შესახებ, ხო, სხვადასხვა გზებით, არ ვიცი, დავკავდე ისეთი საქმიანობით, რომელიც აქედან ყურადღების გადატანა შეუწყობს ხელს და დისოციაცია არის შენახული, ასე ვთქვათ, სწორედ სხეულში. რომ როდესაც ადამიანი მოდის თერაპიაში პანიკური ეპიზოდის შემდეგ, ძალიან ხშირად როსვავ კითხვას რა არის შიშის უკან, არ არის პასუხი და სხეული ამ დროს სხეული გამოხატავს ყველაფერს იმას, რაც შიშს მიღმა არის, ხო? და შიშს მიღმა ხშირად ამბობენ კლიენტები, რომ აღმოვაჩინე რომ მე არ მეშინია სინამდვილეში სიკვდილის, მე მეშინია მარტოყოფნისა, რომელიც სულ იყო ამ პროცესში. ეგნა მეთქვა, იმის ეშინიათ, რაშიც სულ არიან, რომელსაც ცხოვრების რაღაც გარკვეულ მომენტში ეჯახება როგორც პრობლემას, მაგრამ ის იყო სულ. და ბოლო დროინდელი კვლევები ამბობენ, რომ თურმე პანიკური შეტევები ხშირია უფრო დიდი რისკი ისეთ შემთხვევაში, როდესაც ბავშვობაში იყო არა მხოლოდ ბავშვობაში, მოზრდილობაშიც, მაგრამ ბავშვობაში რა თქმა უნდა უფრო რთულია ესეთი გამოცდილებების ასიმილაცია, როგორც არის მნიშვნელოვანი დანაკარგები, განშორება. და ბავშვობაში, ადრეულ ასაკში განშორების ფოთვას, რასაც მეძახით, ხო, როდესაც მიჯაჭვულობა ძალიან დიდია, დავუშვათ მშობელზე და რთულია ხოლმე, ხო, რომ მშობლისგან სეპარაცია რაღაც პერიოდი დაშორება, ესო ამბობენ არის ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ მოგვიანებით შეიძლება პანიკური შეტევები განვითარდეს, იმიტომ რომ თავისი შინაარსით ადამიანებს, რომელსაც პანიკური შეტევა აქვს და ისინი ყოველთვის აღწერენ რამდენიმე სიმპტომი არის გამოკვეთილი თამუნა. პირველი ეს არის სიკვდილის შიში, ხშირად. ეს არის გაგიჟების შიში იმისა, რომ კონტროლს დაკარგავს სიტუაციაზე და ვერ შეძლებს საკუთარი თავის დამორჩილებას. აგორაფობიას, რასაც ვუწოდებთ, ანუ პირველი შეტევის მერე არის შიში ამის გამეორების, ხო? რომ ისეთ საჯარო ადგილას გაუმეორდეს, სადაც შერწყება, ხო, ეს სირცხვილის კომპონენტიც მნიშვნელოვანია და ესეც კულტურული ფენომენია, რომ საზოგადოება დასავლური კულტურა გვეუბნება, რომ შენ წარმატებული უნდა იყოს, შენ უნდა ოპტიმისტური, ხებისთვის კომფორტული. წარმატებაზე არის ძალიან დიდი აქცენტები და პრობლემური ხალხი აღარ უნდათ. მარტოობას განიცდი, შენ ლუზერი ხარ, ხო? ამიტომ არ ვიტყოდი, რომ მაინდა-მაინც წახალისებულია დასავლურ კულტურაში, განსხვავებით აღმოსავლეთისგან, სადაც მეტი ტრადიციაა და პატივისცემა ინტროსპექციის, მედიტაციის, საკუთარ თავში ჩაღრმავების, ხო, აღმოსავლური სწავლებები, დასავლური კულტურა ამას არ ახალისებს მაინც და მაინც, ამიტომაც მაგიტომ გვიწევს ჩვენი ხო? კი, და მაგიტომაც პრაქტიკულად ბოლო ალბათ პერიოდების ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. და ეს სიმპტომები არის სიმპტომები ზედაპირზე, მაგრამ ფენომენოლოგიურად, ანუ რაც არის ამის უკან ადამიანის გამოცდილება არის ის, რომ მარტოობის შიში არის ყველაფრის უკან. იმიტომ რომ მე თუ ვერ შევწელი საზოგადოებასთან
კომუნიკაცია, მე თუ ვერ შევძელი მუშაობა, ხო, იმიტომ რომ ხშირად საკმაოდ ხშირად იწვევს დისფუნქციას, ანუ ადამიანი რაღაც პერიოდები კარგავენ შრომის უნარიანობას, ესეც ხდება ზოგჯერ. და შიში, რომელიც უკავშირდება სოციუმში ადგილის დაკარგვას. მან ასტროლოგიაში სატურნთან გავდივართ ხოლმე ყოველთვის ფოტოშორის. და სოციუმში ადგილი ჩვენთან სატურნული ენერგია არის. თავარი შიშები სატურნია. და აი ეს შიში ჩდება, რომ მე დავკარგო, მე აღმოჩნდე მარტო, გარიყული. და ასევე ხშირია, როდესაც ადამიანები, რომელსაც ქონიათ პანიკური შეტევა, მარტო ვერ რჩებიან. თხოვენ ხოლმე ხშირად ოჯახის წევრებს, რომ იცით, მარტო ნუდამტოვები იყავით ჩემთან, თუ სახში არავინ არ არის, ძლიერდება პანიკა, ხო და ეს შეიძლება თავისთავად გახდეს მაპროვოცირებელი განმეორების პანიკური შეტევის. ანუ ეგზისტენციალურად და ფენომენოლოგიურად უკან ამ ყველაფრის არის მარტოობის შიში. იმიტომ რომ ნახეთ, შედეგად ვღებულობთ იმას, რომ ადამიანს ამ ყველაფრის მერე ეუფლება ეს შიში. და როდესაც თქვი, რომ გეშტალტი უყურებს ფენომენოლოგიას, უყურებს არა სიმპტომს, არამედ პროცესს, რომელმაც უბრალოდ ზედაპირზე აჩვენა ეს სიმპტომი, არის სწორედ ის, რომ ადამიანს აქვს მარტოობის განცდა და ქონდა მას ეს დიდი ხნით ადრე ვიდრე პანიკური შეტევა განვითარდებოდა, როგორც ისე ვთქვათ ეპიზოდი, რომელსაც ყურადღებას და ლეიტმოტივად მთელი ცხოვრება. და ლეიტმოტივად დასდევდა ეს და გროვდება სადღაც უკვე და მერე ის იბუდგებს. როგორიათ რომ კარგად იყვნენ მანამდე როცა არ ქონდათ. სიანდელეში ეს ის გზა იყო, რამაც მოიყვანა პანიკური ატაკა. მნიშვნელოვან რაღაცას ამბობ, იმიტომ რომ ეს ხედვა არის სწორედ გეშტალტურად ჩვენ არ ვუყურებთ ამას როგორც დაავადებას. არ მარტო გეშტალტურად, არც მაგალითად ანალიტიკური ფსიქოლოგია, იუნგი არ უყურებდა ამას როგორც დაავადებას, ის ამბობდა რომ იმხანად ერქვა ნევროზი. ეხლა ეს ტერმინი ამოღებულია ხმარებიდან. ნევროზი, ნევროტული შეტევა და ნევროზი არის პირველი ნაბიჯი განკურნების, იმიტომ რომ ადამიანის ფსიქიკა არის თვითრეგულირებადი ორგანიზმი, პროცესი, რომელიც როდესაც ეს ბალანსი ირღვევა, თვითონვე იწყებს სიმპტომების გზით ყურადღების მიმყრობას, რომ გამთლიანდეს ადამიანში ის ნაწილები, რომელიც არის დაგსაქსული, რომელთანაც კონტაქტი არის და რომელსაც მეტიც არ უყურებთ და არ უსწორებთ თვალს, ხო? ხშირად უკან პანიკური შეტევის არის ადრეულ გამოცდილებაში, ხშირად ბავშვობაში ემოციები, რომლებიც მაშინ და იქ ვერ მოხდა მათი განცდა. ხო, აი სირცხვილი რომელიც სადღაც ძლიერი სირცხვილი სადღაც იგრძნო, შიში რომელიც იქ და მაშინ სადღაც ვიგრძენი და არ მქონდა მაშინ ესე ვთქვათ ძალა იმისი რომ გამკლოვებოდი ამ ინტენსიურ ემოციებს და მოგვიანებით ეს ვითარდება სიმპტომის სახით და რა თქმა უნდა სიმპტომის განვითარება არის განკურნების დასაწყისი და გეშტალტში ჩვენ გვჯერა და ჰუმანისტურ ფსიქოლოგიას ზოგადად ჯერა, რომ ადამიანში ყველა პროცესი გამთლიანებას ემსახურება. ხო? ნებისმიერი ფსიქიკური სიმპტომი, ნებისმიერი ფსიქიკური დისკომფორტი არის შესაძლებლობა, რომ ის დარღვეული წონასწორობა აღადგინოს. და ასტროლოგია როგორ უყურებს, ის შენი აზრი მაინტერესებს, რომ როცა ფსიქოლოგიურად შევდივართ, თქვათ, რო ვკითხო, არის დისფუნქციური ოჯახი, ერთ-ერთი მაპროვოცირებელი, ну, იქ რამდენიმე კომბინაცია გვჭირდება ხოლმე, რომ დავინახოთ, თქვათ, რა არის ეს სიმპტომი, როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს, მაგრამ ხანდახან არის ხოლმე, რომ უბრალოდ თავის მისიას არ ასრულებს ადამიანი, არასწორი გზით მიდის. და ზოგჯერ არის, რომ აი ეს ფსიქოლოგია ამას ამბობს, მაგრამ ასტროლოგიას რო დაგვეხმარებია და რო გაგვივლია, თქვათ, კარმული მისია, იუპიტერის მისია, სელენას მისია არ დგანან მათ. და იწყება ქრონიკული ენერგიის კარგვა და პანიკა. აი როგორ შეიძლება თქვათ, აი თუ შენთან პრაქტიკაში მოსულა ესე, რომ აღმოჩენილა, რომ უბრალოდ სხვა გზით მიდის ადამიანი და აჩერებს ეს პანიკური ატაკა თითქოს, რომ შენ არ მიდიხარ, არ ცხოვრობ იმ ცხოვრებას, რომელიც გინდა.
თუ არის პანიკური ატაკა და აი ეს კომპონენტი ერთად შენ თუ გქონია პრაქტიკაში. მადლობა, ძალიან საინტერესო შეკითხვაა და ვიტყოდი, რომ ძალიან ხშირია იქ შემთხვევები, ხა რომელსაც შენ აღწერთ თამუნა, როდესაც საერთოდ ფსიქიკური ჯანმრთელობა დგას აუთენტურობის პრინციპზე. ანუ ჩემი აუთენტურობა, ჩემი თანდაყოლილი ნიჭი, ტალანტი, მოთხოვნილება, ჩემი თანდაყოლილი ასე ვთქვათ, მათ შორის რესურსები, რაღაც თითოეულ ადამიანში გარკვეულ, რასაც შენ მისიას უწოდებ და ასტროლოგია მისიას უწოდებს, გარკვეულ დინამიკურ მიმართულებას უჩვენებს ყოველთვის. ხო არის ადამიანი, რომელიც გამოკვეთილად დაუშვათ რაღაცა ენერგია აქვს, მისი ტემპერამენტი, რაღაც კონკრეტულ საქმეს, კონკრეტულ აქტიურობა შეიძლება მოითხოვდეს და ხშირად ადამიანი ამ გზას როგორც ჩვენ თქვი არ ადგას, იმიტომ რომ უწევს იცხოვროს სიცრუეში. უწევს იცხოვროს არააუთენტურად. გეშტალტ თერაპია ამას ეძახის არააუთენტურობას, რომ ადამიანი რამდენად საკუთარი მოთხოვნილების, საკუთარი სიღრმისეული მოთხოვნილების პასუხად ცხოვრობს და აკეთებს თუ არა იმას, რაც მას შინაგანად რისი მოთხოვნილებაც აქვს. და როდესაც აი ამ მოთხოვნილებას არ ვხედავთ, ან ვერ ვხედავთ სხვადასხვა მიზეზების გამო, ხო ეს იქნება რაღაცა სხვა ადამიანების მოლოდინები, მე თუ ჩემ მოთხოვნილებას. აი სხვის გზით რომ იწვევ. ხო, აი დედას უნდა და მამას უნდა და საკმაოდ ხშირია ეს, რომ არააუთენტურ ცხოვრებას სხვისი ცხოვრები ცხოვრობს და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ორი ესეთი სიმპტომი. დეპერსონალიზაცია და დერეალიზაცია, რომელიც სიმპტომებია, მაგრამ ფენომენოლოგიურად და ეგზისტენციალურად შეტყობინება არის, რომ დეპერსონალიზაცია არის ადამიანი, როდესაც განცდა, როდესაც ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ ის სხვა არის. აი, თქვამს პაციენტს, რომ კლიენტს, რომ ვიყურები სარკეში და ვერ ხვდები, რომ მე ვარ. აი, სწორედ ის გაუცხოება, ახლა რაზეც შენ საუბრობდი, როდესაც მე დიდი ხანი ვიცხოვრე სხვისი ცხოვრებით, არააუთენტურად. სხვა ადამიანების მოლოდინების ძალიან ხშირია ჩემთანაც რომ მოდიან, ძალიან ხშირი არის აი სცენარი. ამას როგორც სიმპტომს გვია დეპერსონალიზაცია. ასევე დერეალიზაციაც საკმაოდ ხშირია პანიკურ აშლილობაში, პანიკურ შეტევაშიც, როდესაც ადამიანს ეკარგება რეალობის განცდა და გონია რომ საკუთარ ცხოვრებაში არის უცხო და დამკვირვებელი და გონია რომ არარეალურია ყველაფერი, განცდა აქვს ესეთი რომ არარეალურია ის რაც ხდება, იმიტომ რომ არ აქვს განცდა რომ ეს მისი ცხოვრება, იმიტომ რომ აუთენტური არ არის მისთვის და მართლაც ფენომენოლოგია ამას გულისხმობს, რომ ეს სიმპტომი რას ნიშნავს შენთვის. ხო? აი რას ნიშნავს, როდესაც შენ ცხოვრებას უყურებ და ვერ ხვდები ეს ვისი ცხოვრებაა. არ რას ნიშნავს, როდესაც შენ თავს უყურებ და ვერ ხვდები რომ ეს შენ ხარ. როგორია ეს განცდა, იმიტომ რომ აი ამ განცდასთან შეხება არის პირველი გაცნობიერება იმისა, რომ რაღაც ყალბ ფუნდამენტზე გამხელა სამუშაოა იქ. ყალბ ფუნდამენტზე, რომელსაც დიდი ხანი შეიძლება ადამიანი აშენებდა ცხოვრებაში, აქვს განცდა ძალიან მკაფიოდ, რომ ეს უნდა დაინგრეს, იმიტომ რომ ის მის მოთხოვნილებებს არ აკმაყოფილებს. და განკურნება იწყება იმით, რომ აუთენტური ჩემი სურვილები და მოთხოვნილებები უნდა დაეხმაროს თერაპია სწორედ ამაში, რომ მოვიდეს კონტაქტში საკუთარ აუთენტურ მესთან და ეს კონტაქტი ბადებს სპონტანურობას. ანუ ადამიანი ხდება სპონტანური, ანუ ის სწავლობს, რომ მოусმინოს საკუთარ თავს, არა მაშინ, როდესაც პანიკური შეტევა აქვს და სხეული არის ესე ვთქვათ განგაშის რეჟიმში, იმიტომ რომ ამ დროს აქტიურდება ნეიროფიზიოლოგიურად ყველა დაცვითი სისტემა და მართლაც ისეთი სომატური სურათია, თითქოს ადამიანი რაღაცა ძალიან დიდ სიკვდილის ესე ვთქვათ ტოლფას სტრესთან არის და ეს დაჭირდა სხეულს როგორც სიმპტომი იმისთვის, რომ ეჩვენებინა, რომ დიდ სურათში
ცხოვრება თითქოს სხვისი ცხოვრებაა. დიცურათში მე თითქოს მე აღარ ვარ, იმიტომ რომ ეს გრძელდებოდა მთელი ცხოვრება ხშირად. და ეს პატერნები მოდის რასაკვირველია მათგან ვისგანაც ჩვენ სიყვარულს უპირობად არ ღებულობდით, ხო? იმიტომ რომ უპირობა სიყვარული არის სიყვარული მშობლისგან დაუშვათ და არა მხოლოდ რომელიც გარკვეულ მოთხოვნებს არ გიწესებს, კონკრეტულ მოთხოვნებს, რომ აი ესე თუ მოიქცევი მე შენ მეყვარები. და როდესაც ჩვენ დიდი ხანი ცხოვრებაში ვცდილობთ, რომ დავაკმაყოფილოთ სხვების მოთხოვნები, ხო? და სხვების მოლოდინები გავამართლოთ, ეს იწვევს საკუთარ მესთან, ავთენტურ მესთან და სხეულთან გაუცხოებას და რა თქმა უნდა, აქედან გამოსვლა ხმაურთან მივდივართ მაინც. კი. უპირობა სიყვარული გვინდა და ეს არ არის და მე ეს მარტოობაში გადადის, მე ავთენტურობის დაკარგვაში გადადის და ყველაფერს ვაკეთებთ ისიც რომ სიყვარული მივიღოთ. კი. ადამიანი ჰუმანისტური ფსიქოლოგია ამას ამბობს, რომ ადამიანის მთავარი мотиваცია არის თვითაქტუალიზაცია და ის რომ საკუთარი პოტენციალი, საკუთარი შესაძლებლობები, საკუთარი რესურსები გამოავლინოს და როდესაც ამას ხვდება პირობები, ხო, რომ მე შენ მეყვარები, თუ ესეთი იქნები, თუ ამას გააკეთებ, თუ ამას არ გააკეთებ, რა თქმა უნდა ეს და ჩვენ ყველას გვინდა სიყვარული, ამიტომ ბავშვობიდან მივდივართ კომპრომისებზე, ვთმობთ ავთენტურობას, ჩვენს ავთენტურ მოთხოვნილებებს და ის სიყვარული ყავდია იმის ანაცვლოდ რომ შევინარჩუნოთ სიყვარული და აი ეს მარტოობა რომელიც როგორც სიმპტომი ჩნდება პანიკურ შეტევაში არის სწორედ ის რომ მე მთელი ცხოვრების განმავლობაში თავს მარტოდ განვიცდიდი იმიტომ რომ ჩემი ავთენტური სახე არ დაინახეს და არ მიიღეს უპირობოდ ამიტომ განცდაში ეს მარტოობა არის ის მარტოობა რომ მე სხვის მოლოდინებს ვცდილობდი რომ გამემართლებინა ხო სხვა მნიშვნელოვანი ადამიანების ახლა საუბრობთ ერთადად მშობლებზე როგორც ეს ვცდილობდი მათი მოლოდინები გამემართლებინა და მე განცდისეულად ვიყავი მარტო იმიტომ რომ მე არ უყვარდი მათი მოლოდინები უყვარდათ ან მათი პრინციპები ან მათი შეხედულებები მაგრამ მე ვერ მხედავდნენ ჩვენს ავთენტურ ხალეს ვერ ხედავ. და წარმოგიდგენე, აი როგორ იწყება მკურნალობა. აი მე ვთქვა როგორც პაციენტი, ხო? ამ შემთხვევაში დავინახე ეს ყველაფერი და რამდენი რაღაცა ემოციურად უნდა დავანგრიო პლუს ჩემ თავში. დავანგრიო ის გზა, რაც მოვდიოდი და აი ჩემი როლი ასტროლოგიაში ეს იყო დავინახოთ ის წერტილი ფეიკის. იმ სიყალბის, რაც ჩვენი გვინი ხბავს, ჩავხედოთ ამას სინამდვილეს თვალებში და მე ერთ თერაპიული სამუშაო იყო. ახალი მე უნდა ჩამოვაყალიბოთ, ხო ესე არის. და ეგ დაცვით მექანიზმზეც რომ ცოტა ვილაპარაკოთ, როგორ გვიშლის ხელს დაცვით მექანიზმი, ეს დავინახოთ. და როგორ ყველანაირი ხრიქს ხმარობს, თუნდაც აი ფსიქოთერაპიაზეც რო დადიან ძალიან ბევრ თერაპევტს უწევს დაცვით მექანიზმებთან გამკლავება, ხო, მათთან. არ უნდა დანახვენ, რომ მაშინ ყველაფერი უნდა დაანგრიოს, რაც უფრო ასაკოვანია, მით უფრო უჭირს ამის დანგრევა, ხო? იმიტომ რომ უფრო გამჯდარი არის უკვე. გგონია რომ ეს ვართ ჩვენ, უკვე მთლიანად ეს ფეიკი, ხო? იდენტიფიცირებულია ადამიანი იმ გზასთან, რაც გაიარა და ათითქოს არ არის ცვლილების ადგილი, ხო, იმ ცხოვრებაში, მაგრამ როგორ მკლავდებით ამ დაცვით მექანიზმებთან? დაცვით მექანიზმებთან გამკლავება, იცით რა, როდესაც არის პანიკური შეტევა, ადამიანი ძალიან უსუსური ხდება ამ დროს და ხშირად იმდენად ძლიერია ეს უსუსურობის განცდები, რომ თითქოს აქვს мотиваცია, რომ ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ აქედან გამოვიდე და ეგზისტენციალურად შეიძლება მართლაც ჩვენ ხო ვთქვით, რომ ეს არ არის სიკვდილის შიში. ადამიანებს, ვისაც ეს განუცდიათ, აღწერენ როგორც სიკვდილთან შეხვედრას, რომ აი ეს ტრანსფორმაცია, რაზეც შენ საუბრობდი, რაც პრაქტიკულად სიკვდილის პროცესია, ხო?
თითქოს აძლევს ისეთ ძალას და ქმნის ისეთ სივრცეს, ათავისუფლებს იმ ადგილს, რომ ცვლილებები დაიწყოს. თუმცა არის წინააღმდეგობა და თერაპიაში ხშირია წინააღმდეგობები და ფსიქოთერაპია არ არის ეფექტური, იქ სადაც ადამიანი საკუთარი პასუხისმგებლობით არ არის ჩართული ამ პროცესში და თუ მას არ აქვს ცვლილებებისთვის მზაობა, გეშტალტ თერაპია და ჰუმანისტური თერაპია არ ფორსირებულად არ აძლევს ცვლილებას, ხო? არც გამოვა ცვლილება. არც გამოდის, თვითონ შიგნით არ იცხოვრა ეს ცვლილება ადამიანმა, ხო? მაგრამ აი პანიკური შეტევის ინტენსივობა და აი ეს ტერორი გვაიძულებს ესეთი ორგანიზმი. ხშირად, რომ და უსუსს ხვდის, რომ მიუყვეთ, მაშინ უკვე დაიბადო თავიდან და ბევრ შემთხვევაში თამო არის ფუნდამენტური ცვლილებები. ჩემი გამოცდილებით ადამიანები, რომლებსაც მართლაც ძალიან ძლიერი ეპიზოდები ჰქონდათ პანიკური შეტევების, არიან სწორედ ის ხალხი, რომლებმაც მასშტაბური ცვლილებები განახორციელეს ცხოვრებაში. წარმოუდგენლად დიდი სითამამე მიეცათ, რომ ის, რასაც ღებულობდნენ მთელი ცხოვრება როგორც რეალობას, ის ფეიკის იყალბე, რაზეც საუბრობდით, ის ილუზიები, რომელშიც უწევდათ ცხოვრება, გამოგონილი ღირებულებები და გამოგონილი გმირები, აქვთ უკვე სითამამე ხშირად, რომ და ენერგია, რომ ეს შეცვალონ, იმიტომ რომ პრაქტიკულად მათ სიკვდილს ჩახედეს თვალებში და ძალიან რთულია მათთვის მეორედ ამასთან შეხვედრა და პრაქტიკულად არის ხოლმე მზაობა, რომ მოდი ცვლილებები განვახორციელოთ და ხშირად ფუნდამენტურად იცვლება ადამიანები იცვლიან პროფესიას, ზოგჯერ ადამიანები ნიშნულოვან ურთიერთობებს ცვლიან, ხო? არის პარტნიორებთან ზოგჯერ დაშორება, არის ნიშნულოვან სხვასთან, ხო? ვინც არ უნდა იყოს ეს მშობელი თუ მეუღლე, გადახედვა და რევიზია, მოდი ესე დავარქვათ, იმ დინამიკის, რაც იყო ტოქსიკური. და რაც არ იყო ხელშემწყობი. ანუ ის ურთიერთობები, რომლებმაც და ის პროცესები, რომლებმაც მიიყვანა ადამიანი ამ და ესე ვთქვათ, ამ მოცემულობაში, როდესაც მას პანიკური შეტევები დაეწყო, ხდება ის გაცნობიერება, რომ როგორ მოხდა ეს, რატომ არ არის გეშტალტში კითხვა საერთოდ, რატომ, როგორ მოხდა, რომ აი აქ მოვედი. და სიმამაცე ჭირდება ნამდვილად იმას, რომ დაინახოს ადამიანმა, რომ ის მსოფლმხედველობაც ზოგჯერ, ის ღირებულებები, ის სფეროები ცხოვრების, რაშიც ენერგიას დებდა, რომ ბევრი მათგანი აბსოლუტურად უსარგებლო და არასაჭირო მინიმუმ და ზოგჯერ ტოქსიკურიც იყო. და თერაპია უბრალოდ ეხმარება მას არ იყოს მარტო ამასთან. გეშტალტ თერაპია არის პროცესზე ორიენტირებული თერაპია. გეშტალტ თერაპიაში მნიშვნელოვანი განკურნება ხდება, ჩვენ ვამბობთ რელაციურად. ხშირად პანიკური შეტევით კლიენტი, როდესაც იწყებს მუშაობას, აი თერაპევტი რელაციურ ველში გრძნობს მარტოობას. აი რომ ეკითხები კლიენტს, რას გრძნობ? ის ამბობს, რომ მე შიშს გრძნობ, მაგრამ ხშირად თერაპევტი გრძნობს მარტოობას. და გეშტალტ თერაპია აქედან მივიდა იმ აღმოჩენებაზე, იმ ველზე, რომ პანიკური შეტევა არის სინამდვილეში მარტოობის შეტევა. სიმარტოვის შეტევა და დასაწყისში ამ მარტოობას გრძნობს თერაპევტი და დიდი დრო ჭირდება, სანამ კლიენტს ეყოფა ძალა და ექნება საკმარისი ენერგია, რომ დარჩეს ამ სიმარტოვესთან მარტო და ამის მერე ვთქვამთ, რომ ის რა მე ხლა ვხვდები, რომ მე სიკვდილის არ მეშინო და არასდროს მე მეშინო და მარტოობის. და მე ძალიან მიჭირს მივხვდე, როგორ არ ხედავდი ამას ამდენი ხანი. და ესეთი
ტრანსფორმაციული არის საბოლოო ჯამში პანიკური შეტევა. ამიტომ ჩვენი ხედვა, გეშტალტური ხედვა და ეგზისტენციალური ხედვა არის რომ ველში რაც მოხდა ამას თავისი დანიშნულება აქვს და თავი რომ მოვერგოთ ჩვენ ამ რეალობას და თერაპევტი უნდა იყოს ხელშემწყობი, რომ დაეხმაროს. ტრანსფორმაციაში დაეხმაროს. გამყოლი არის კრიზისებში. დიდი არის კრიზისებში და ნახე, რომ კრიზის მენეჯერს ის მარტოობის განცდა, რომელიც მას ჰქონდა, იმიტომ რომ ის იყო მარტო საკუთარ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მის ავთენტურ სახეს არ ხედავდნენ ხშირად, ხო? და ავთენტურ მოთხოვნილებებთან კონტაქტი არ ქონდა და თერაპევტი როდესაც არის მხარდამჭერი მისი ავთენტური მესი ის უკვე ქმნის იმ ახალ რელაციურ პატერნს სადაც კლიენტს შეუძლია რომ რომელსაც კლიენტი იყენებს როგორც ახალ პარადიგმას ცხოვრებაში რომ კი მე შეიძლება უპირობოდ არ მიმიღო დედამ მეგობარმა მეუღლემ მაგრამ თერაპევტი ჩემი თუ მიმიღებს უპირობოდ და თუ მე ველში რელაციურ ველში მაძლევს უპირობო მიმღებლობას ეს ქმნის ნეირომეცნიერება უკვე ამას უწოდებს ნეიროგენეზს ხო ახალი ნეირონული კავშირები ახალი პატერნები რელაციური ყარდება და გამოცდილება შეიძლება რომ it's okay to be me okay-ა რომ მე ვიყო და მეტიც უკვე სიამოვნება მოდის აქედან და როდესაც სიამოვნებაც მოდის ავთენტურობისგან და ადამიანის კანით ესე ვთქვათ და შეგრძნებით და განცდისეულად ხდება როგორია როცა რა კარგია როცა არის ავთენტურ რაც ცხოვრობს და ავთენტურ ცდილობს რომ იყოს ავთენტური აი ახალი პატერნები ყალიბდება ნეირონულ დონეზე ხო აქ არის ნელა იცლება ადამიანი და იცლება ქცევაც რასაც ჩვენ უკვე შედეგად ვხედავთ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას მაგრამ თერაპევტი გესმით ხო რამდენად მნიშვნელოვანია რომ იყოს უპირობოდ მიმღებელი ხო იმ მოცემულობაში იმიტომ რომ რეალურად ის თერაპევტი არის ფანჯარა ახალ სამყაროში იმ სამყაროში სადაც კლიენტმა უნდა იცხოვროს ავთენტურად ანუ საკუთარი შინაგანი სიღრმისეული მოთხოვნილების მიხედვით და არა კარნახით მეგობრების, მეზობლების, მშობლების და ასე შემდეგ. სხვათა შორის მეც როგორც პაციენტი თერაპიაზე ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ჩვენ ვართ მარტონი თერაპევტთან, ჩვენ ცხოვრებას ხოვრობთ იქ. ყველგან სადაც ვართ, სულ არის რომ ან ზღვის გარემოში ხარ, ზღვის თანასწორუფლებიანობა და ეს რაღაც, აი თერაპიაზე ხარ მხოლოდ შენი თავისთვის. ეს ის სივრცეა, სადაც მხოლოდ შენ და თერაპევტი ხართ და თერაპევტი გიდგას გვერდში. ვისაც ეს გამოცდილება არ აქვს ბავშვობიდან მაგას მივყავართ მე ხო იქამდე რომ გჭირდება ეს პრაქტიკა და აი როცა ნენელა მივდივარ უბრალოდ იმ ველში ყოფნაზე უბრალოდ ისე ვამბობ როცა შენ ცხოვრებაში ცხოვრობ თერაპევტთან ერთად უბრალოდ მარტო ეგ ველიც უკვე მკურნალობა არის ხოლმე ეგეც არის მაკურნებელი ზოგჯერ და ის რომ ადამიანმა მოიცალა სხვა ადამიანმა რომ მოისმინოს იცით მისი სიღრმისეული მდგომარეობა. აი რას გრძნობს ის? თერაპიაზე ხშირად დასაწყისში ამის ირგვლივ მიდის მუშაობა, რომ რას გრძნობ, იმიტომ რომ სხეული არის აგონიაში. და ის რომ სხეული გახდა ფოკუსი, რომ თერაპევტს გულწრფელად და აქვს ავთენტურად ინტერესი მხარდაჭერის, ეს აყალიბებს ახალ პატერნს და როგორც ვთქვით ბიოქიმიურად და ასე ვთქვათ ნეირონულ დონეზე ხდება ახალი ნეირონების ჩამოყალიბება და ნეიროგენეზი მიდის და ახალი პატერნები ესე ვთქვათ სკრიპტები, სცენარები იწერება, რომ თურმე არსებობს სივრცე, სადაც შენ გაქვს ღია სივრცე, რომ იყო ავთენტური, რომ ილაპარაკო იმაზე, რასაც განიცდი. რომ გააზიარო გულწრფელად, რასაც განიცდი და ეს არის ესე ვთქვათ ახალი აღმოჩენა ხო ადამიანისთვის რომელიც შეეჩეხა აი ამ
ძალიან დიდი ხნის მარტოობას, რომელსაც წლები ვერ ხედავდა და ყველა კლიენტი ბოლოს ხშირად ამბობს ამას, რომ იცი რა მე ვერ ხვდები, რანაირად შემეძლო ამდენი წელი. მეცხოვრა ისე, რომ ციბნელეში. არ დამენახა ის, რაც თითქოს ეხლა ესეთი ცხადია და ზედაპირზე ჩანს. მეც გავიარე გზა. და მე იმდენად შევედი, რომ უკვე სწავლაც დავიწყე ამ სფეროში და გადავაში უკვე სერიოზულად იმდენად მთელი ცხოვრება თითქოს ვეძებდი რაღაც სიმართლეს და ვიცოდი, რომ რაღაც არის ისეთი ღრმა ჭეშმარიტება, რომელსაც ვერავინ ვერ ხედავს და ვერც ვერ ხედავ და რომ მივხვდი, შევხედე ამ სიმართლეს. ძალიან მწარე იყო. ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ გამათავისუფლა, ესე ვთქვათ, ამ სიმართლემ, გამათავისუფლა რაღაც მატრიცისგან, რომელიც ჩვენ თვითონ შევქმნით, თითქოს ჩვენ ჩავიხარშეთ ამ მატრიცაში და თავისუფლება ზეგარი, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა. ჩვენი არის. იმ მარტოობაში ჩვენ დავტოვეთ ჩვენი თავი სინამდვილეში, იმიტომ რომ ჩვენ არ მოусმინეთ ჩვენ ავთენტურმეს და ამ სიყვარულის ძიებაში დავშორდით სიყვარულს საკუთარ თავთან. რაც ყველაზე მთავარი არის ეს. მივატოვეთ ჩვენი სხეული და ჩვენი თავი. აბსოლუტურად ძალიან კარგ რამეს ამბობ, რომ აი ეს აღმოჩენა, რომ თურმე მე ვარ პასუხისმგებელი. იმიტომ რომ შემდეგი ეტაპი ხშირად თერაპიაში არის, რომ აი მოგვიანებით მარტოობას, როდესაც იგრძნობს კლიენტი, მე მოდის ბრაზი. და ბრაზი არა მარტო სხვაზე, არამედ საკუთარ თავზეც, რომ ადამიანი აცნობიერებს, რომ რა თქმა უნდა, სხვის მოლოდინებს, ასე ვთქვათ, ცდილობდა, რომ გაემართლებინა და არის აქ სხვების ცვლილიც, მაგრამ პასუხისმგებლობა ჩვენია. ჩემ ცხოვრებაზე მე ვარ პასუხისმგებელი და აი ეს გაცნობიერება ერთის მხრივ ძალიან დიდ ბრას იწვევს საკუთარ თავზე, რომ რატო ვაკეთებდი ამას და მეორეს მხრივ უკვე თითქოს დიდ ძალას აძლევს ადამიანს, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა და კონტროლი იმაზე, როგორ წარმართოს ცხოვრება და არა სხვა ადამიანებს, რომ კონტროლის პულტი, ესე ვთქვათ, ჩემ შიგნით არის, ხო? და არ არის გარეთ, არა ვარ დამოკიდებული მუდმივად გარე სამყაროზე, გარე სამყაროსგან ვალიდაციაზე და ეს ძალიან დიდი ძალაა, ხო? ეს არის ძალა, რომელიც რესურსები შენში უნდა იპოვო, რომ ეს შეცვალო და ეს შენი პასუხისმგებლობა. ეს ჩვენი პასუხისმგებლობა და გეშტალტ თერაპია სწორედ ამაზე აპელირებს, რომ მოდი შევეხოთ იმას, რაც არის გაუცხოებული, შედგეს კონტაქტი და ავიღოთ პასუხისმგებლობა კონტაქტზე. და ეს არჩევანია. იმიტომ რომ წეგან როდესაც დასვის შეკითხვა, რომ ზოგიერთი კლიენტი ხშირად რეზისტენტულია. ნაკლებად ხდება ეს პანიკურ აშლილობაში, იმიტომ რომ ძალიან დიდია მართლაც პანიკა და ადამიანებს როგორც წესი დიდი мотиваცია აქვს ცვლილების და პრაქტიკულად სიკვდილს ჩახედეს თვალებში, როგორც ვთქვით, და აბსოლუტური რწმენა ქონდა ბევრს, რომ რაღაცა ჭირდა და კვდებოდა და ესე ვთქვათ, დასახევი უკან ადგილი აღარ არის, მაგრამ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე და პასუხისმგებლობა იყო ავთენტური მე და ვიყო კონტაქტში საკუთარ ყველა ნაწილთან არის ჩემი. და გეშტალტ თერაპია ამაზე არის დაფუძნებული, რომ თუ ადამიანს მსაუბრა არ აქვს და არ იღებს პასუხისმგებლობას ცვლილებებზე, მისდაცვითი მექანიზმებიც ძლიერია. რასაკვირველი და ესე ვთქვათ, ფორსირებულად და დირექტიულად გეშტალტ თერაპია არ ცდილობს, რომ დააწალოს ადამიანს, იმიტომ რომ ჩვენ ყოველ მომენტში ვაკეთებთ იმას, რისი, ასე ვთქვათ, ცვლილების პოტენციალიც გვაქვს. ყოველთვის არ არის ცვლილების პოტენციალი თანამედროვე და ამას ჭირდება რა თქმა უნდა დრო. და ხშირად არის ხოლმე, რომ როგორც ვთქვი, თავიდან არის შეხება კონტაქტი მარტოობასთან, იმიტომ რომ მარტოობა იყო გაუცხოებული. ანუ ადამიანი მარტო იყო და იცით, რომ ხშირად ეს როგორი ადამიანები არიან ძალიან დამოუკიდებელი ადამიანები. ესენი არიან თვითკმარი ადამიანები, რომლებსაც
დახმარების თხოვნა არასდროს არ რეალურად მარტო არიან. რეალურად მარტო არიან. არ მოსწონდათ და აღმოაჩენენ, რომ იცი რა არის, თურმე მოთხოვნილება მაქვს, რომ ვიგრძნო თავის სუსტად და ვიგრძნო საჭიროება იმისა, რომ არ ვიყო მარტო და მჭირდება სხვა ადამიანი და ზოგჯერ მართლაც აი უთქვამს ზოგიერთს რომ აიცი რა მივხვდი რომ აი უბრალოდ ჩახუტება მინდოდა რაღაც მომენტში რომ მეგრძნო რომ არ ვარ მარტო ხო და როდესაც ამას არ უსწორებ თვალს მთელი ცხოვრება იმიტომ რომ სუძლიერ თამაშობს და ხარ დამოუკიდებელი და ავტონომიური და შენ გინდა იყო ავტონომიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი რა მაგრამ სიახლოვე ამის როგორც პოლარობა ასევე მნიშვნელოვანია და გეშტალტ თერაპია ამაზე არის ასე ვთქვათ აგებული რომ ადამიანში ყველა ემოცია განცდა ყველა ფენომენი ჩემს ცნობიერებაში არის წყვილში არის პოლარობაში რომ თუ მე ავტონომიური ვარ გამოხატულად რა თქმა უნდა ასე ვთქვათ განდევნილი და მეორე პოლუსი ავტონომიურობის არის სიახლოვის კონტაქტი და კონტაქტის სურვილი მარტო არ ყოფნის სურვილი და პანიკური შეტევის შედეგად სწორედ ეს ხდება რომ ყურადღების ცენტრში ვარ მე უკვე დედასაც ყველა ინტერესდება ჩემით ხო მათ შორის ჩემი თერაპევტიც ინტერესდება ჩემით და ესეც უწყობს ხელს რომ ახალი რელაციური პატერნები ჩამოყალიბდეს და ადამიანმა იგრძნოს თუმცაღა ძალდატანებით რომ მასაც აქვს უფლება იყოს ყურადღების ცენტრში იყოს ცუდად ხო იმიტომ რომ როგორც წესი არ მიმართავენ პროფესიონალს დახმარებისთვის იმიტომ რომ დიდი ხნით ადრე ვიდრე ეს პანიკური ეპიზოდი იქნება არის საერთოდ ეგრევე წამლები ან აი ფსიქოთერაპიის ეფექტი არც იცის ბევრმა როგორი არის. იმიტომ რომ ლაპარაკმა როგორ უნდა მიშველოს ტერმინები, ხო? ანუ საერთოდ არ არის ფსიქოლოგიური ინტელექტი განვითარებული და ცნობიერება ჩვენთან. კი. და აი მაგიტომ მაქვს ხოლმე სურვილი აი თუნდაც აი ეს ვიდეოც და ძალიან დიდი მადლობა მინდა წვლილი შეგაქვს, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ მთელი პრობლემები ამისგან გვაქვს, რომ კულტურა არ აქვს განვითარებული, საკუთარი ფსიქოლოგიური საწყისიც დავინახოთ და შევიცნოთ, ხო? იმიტომ რომ ეს არის მთავარი არადა. რას ხედავ, რას ვაზროვნებ, ეს არის გამოძახილი ფსიქოლოგიური მდგომარეობების.